საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა რეაბილიტაციის საქმეში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გამტკიცდება. ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა. გურამ მოდიშარიას განცხადებით თურქ კოლეგას ომარ ჩელიks ამ საკითხზე 28 ოქტომბერს სტამბოლში გამართული აბრეშუმის გზის კონგრესის პარკლებში ესაუბრა. მინისტრის განცხადებით სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის აუცილებლობას. მე მქონდა საუბარი ჩემს თურქ კოლეგასთან, ბატონ ომარ ჩელიკთან, რომელსაც მე გადავუხადე დიდი მადლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ადრე ესეთი დიალოგი თურქულ მხარესთან არ ჰქონდა და განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ხელშეკრულება სამთავრობო არ არის ხელმოწერილი და იყო გაჩერებული დღეების განმავლობაში პრეზიდენტთან. მანაც და მეც გამოვთქვით დიდი იმედი იმისა, რომ ეს ხელშეკრულება უკვე იქნება ხელმოწერილი და ამას ახალი პრეზიდენტი მოაწერს ხელს.